აუცილებლად იქნება თუ არა ისე კოალიციაში, ან თქვენს გვერდზე და დღეს ხშირად საუბრობენ, რომ უკვე ოპოზიციაში თქვენს რესპუბლიკურ პარტია ქართულ ოცნებას თქვენი მოსაზრება. იყო კითხვები, აი სწორედ მე როდესაც მოვისმინე, როდესაც გავიხსენე მოსმენების კანონზე თუ გასოს პარლამენტში რაც ხდებოდა მოსმენებაში. მაგის მსგავსი პოზიცია იკვეთებოდა მაშინ და კითხვები ბევრი იყო ქართულ ოცნებაზე. დღეს მე მგონი ეს კითხვები მოიხსნა ყველა. რესპუბლიკურ პარტიამ პარად არის კოალიციის წევრი და მე ამბობს აღარ გამიგია საფუძვლიანი კითხვა. მაშინ კითხვები და შეკითხვები ისმოდა და მას ჰქონდა გარკვეული საფუძველი. მე მგონი ეს ყველაფერი დაალაგდა და დალაგებულია დღეს და პროცესი საკმაოდ ხარია. მე როგორც ვაფასებ და როგორც ვუყურებ. არაფერი ტრაგიკული წინ აღარ გვიქვს. ეს კოალიცია დიდი ალბათობით იქნება, ძალიან დიდი ალბათობით. მაგრამ რომც მოხდეს და აი შეიძლება არაფერი კატაგიზმა არ მოხდება. აი გამოვიდა ეს პარტია მე და რაც არაფერი. თავარია საზოგადოება იყოს სწორედ მიმართული. და ეს სწავლობს იმენური. მოთხოვს ხელისუფლებას. სწორედ აირჩევს, აი ეს ისწავლოს. მამიცეს მას, ვინც არ ცხოვს. ვინც რასაც ამბობს გამკეთებელია მისი და ხალხგანცხადებებს არ აკეთებს. მერე მოსვლის შემდგომ გააკონტროლებს. როგორც ხდება დღეს, აი ეს სამთავარი, ეს ჩვევები და ეს არ დაგვარკვევთ, ეს არ დავკარგოთ, აი რაც მე გითხარით, ვიღოთ თქვენს კითხვას, როდესაც უპასუხებ. თომა საფრთხე დაემუქრა, მაგრამ მე ვერ ხედავ ამის ალბათობას, მაშინ შეიძლება მომიწევს კაცვალება კიდევ, მაგრამ არ მომიწევს. საზოგადოება სწრაფად მოვიდა, ქართველები ნიჭიერი ვართ, საქართველოს მოსახლეობა საკმაოდ ნიჭიერი ხალხი ვართ, სწრაფად აუღეს ალღო იმას, რაც ეკუთვნის მათ, რაც მიიღეს, რაც ლეგიტიმურად დაუბრუნეთ, ყველაზე კარგი რაც გავაკეთეთ, დახმარებით ხმის უფლება. და მოვიდა რომ სადღაც ხდებოდა, რაც ხდება. ვის აიჩევს? საქართველოს მოსახლეობა აიჩევს სწორად. აი ჩვენი გადასაწყვეტია სწორედ ვინ ავირჩიოთ და მერე მათგან მოვიტყუოთ ის რაც მათ ეკუთვნის და ვაკონტროლებთ. აი ეს პროცესი თუ არ დაიწყო, არაფერი პრობლემა არ არის. ნაციონალურ მოძრაობაც იქნება, სხვა პარტიებიც იქნება, კოალიციაც იქნება, ან არ იქნება, ყველაფერი იქნება კარგად, როდესაც ჩვენ თითოეული გავაცნობიერებთ რაც მოხდა ილიტას ბიბლიოთეკის დაფუძნების დროს. კარგად გაიგეს ახალგაზრდებმა, რომ მათი ეს რეგიონი და მათ გააკეთეს მაქსიმალურად ხარდაჭერა ყველაფრის. აი ამის გაცნობიერების შემთხვევაში საშიში აღარ იქნება პოლიტიკა. ჩვენ თუ სახიფათო იყო პოლიტიკა, და ნახეთ რაც ხდებოდა. აი თუ ამას მოახერხებთ და შეძლოს ყველას და ყველა მოქალაქე გავაცნობიერებთ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვექნება, არა მარტო ვიღაცისგან მოვიტყოთ ერთმანეთს, მოვიდეთ და გააკეთოს ახლა ეგრე არა. ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ამას კარგად გავაცნობიერებთ და სახელმწიფო ვიღვაწებთ ყველანი ჩვენ წილად ყველაფერი იქნება სტაბილურობა.